საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის 3 მენეჯერი დააკავა. ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი კომპანია საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებდა ონლაინ პლატფორმის აპლიკაციისა და მომსახურების ოფისების მეშვეობით. გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ახორციელებდა ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას და ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო კონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას. ასევე კომპანია ასრულებდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტის ღირებულების ვირტუალური აქტივის ტრანზაქციას. კომპანიას დიდი ოდენობით მიღებული შემოსავლის მიუხედავად არ უფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და ქალაქ თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციების ეპიზოდების გამოსავლენად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას.